იმისათვის, რომ ცხოვრება დაიწყოს ადამიანმა, ის უნდა გაჩნდეს. იმისათვის, რომ რომელიღაცა შენი მოთხოვნა, შენი ცხოვრებისეული ამოცანა, პრობლემა მოაგვარო, გადაჭრა, სასურველი მდგომარეობა დაიმკვიდრო, ეს ამოცანა, მოთხოვნა უნდა გააჟღერო. და გააჟღერო სწორად, თქვენ წარმოიდგინეთ. თამაშ ლილაში გაჩვენებთ ველს, რომელიც 72 უჯრედისგან შედგება და რატომ და რას ნიშნავს ამასაც გეტყვით. ესე იგი, თამაშ ლილაში ვერ შეხვალ თუ შენი ეგრეთ წოდებული მოთხოვნა, ანუ საკითხი, რომლის მოგვარებაც გსურს, სწორად არ დაასახელე. თუ ეს საკითხი არის თავსმოხვეული, თუ ეს საკითხი არის მეორადი და არ არის შენთვის მნიშვნელოვანი, თუ ეს საკითხი ის არ არის, რაც ჭეშმარიტად შენს სულსა და გულს სურს, მანამდე ვერ შეხვალ. თუ ასე არ არის, ვერ შეხვალ ლილაში. და რას ნიშნავს ვერ შეხვალ? ლილა რომ თამაში რომ დაიწყოს, უნდა გაგვარდეს 6-იანი, უნდა ასახელებს შენს მოთხოვნას, აგორებ 6-იანს. და თუ კი ეს არ არის სწორი მოთხოვნა, 6-იანი არ გორდება. და იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მოვიდა მათემატიკოსი და ხალბათობის თეორია და რა სიხშირით გორდება 6-იანი კამათელზე, ყველამ ვიცით, ხო? და ესე იგი ეს ადამიანი ამბობს, რომ სისულელეაო ეს თქვენი ლილაო, რაღაცა გარკვეული რაოდენობა გაგორებების შემდეგ აუცილებლად გაგორდება 6-იანიო. და შესაბამისად სწორია მოთხოვნა, არასწორია საკითხი, რომლითაც მოვედი, ნებისმიერ შემთხვევაში შევალო. და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანმა ითამაშა 8 საათი აგორებდა კამათელს და 6-იანი არ გაგორდა არასოდეს. რატომ? იმიტომ რომ არასწორი მოთხოვნა იყო, ის ერთის მხრივ, ხო, მეორეს მხრივ ის თითქოს მოვიდა რომ შეამოწმოს, აბა ლილა ის არის თუ ის არ არის. უბრალოდ სისულელეა ეს თქვენი ლილა, ხო? და ვერ გააგორა, თუმცა ალბათობის თეორიის მიხედვით, აი მათემატიკური გამოთვლების მიხედვით, საკმაოდ მალევე უნდა გაგორდეს თუ ისე უბრალოდ აგორებ ამ 6-იან კამათელს, ხო? ისე უბრალოდ თუ აგორებ, აი სცადეთ, ალბათ რამდენი 10 წუთიც არ დაგჭირდება, რომ 6-იანი გააგოროთ. მაგრამ ლილა ეს არის არა უბრალოდ სამაგიდე თამაში, არა უბრალოდ 6-იანი გაგორდა თუ არ გაგორდა, არამედ ეს არის რაღაცა მაგიური, სასწაული, ამოუხსნელი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით და რომლის დახმარებითაც შენ ესაუბრები შენს უმაღლეს მეს, შენს მფარველ ანგელოზს, შენს გზამკვლევ ანგელოზს. და თუკი ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, აი ამ მოცემულობებთან გვაქვს კავშირი, გაწყვეტილი თუ არა გაძნელებული და მათგან მითითებებს და მინიშნებებს ვერ ვიღებთ, ლილას მეშვეობით ეს აი თითქოს აი რა არის კამათელს აგორებ და რომელიღაცა უჯრედზე ხვდები, ხო? მაგრამ სინამდვილეში აი მათი დახმარებით და მათი მეშვეობით ხდება ამა თუ უჯრედზე მოხვედრა, ამა თუ იმ ციფრის გაგორება კამათელზე და მერე თითოეული უჯრედი რაღაცა გარკვეულ მდგომარეობას ნიშნავს. 72 მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ადამიანები ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში, ამა თუ იმ ეტაპზე აღმოჩნდებით ხოლმე. და ამ მდგომარეობის გაშიფრვა, შენს პრობლემასთან, შენს საკითხთან მიმართებაში, ეს პრობლემა რაზე მიგანიშნებს, რას გეუბნება. ითამაშე ლილა, ამხსენი ცხოვრება, ინგურსთან ერთად, აი აკადემიაში.